პარლამენტის კინოდარბაზში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელთა კრების წევრის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის არზაყან დიმიტრი ემუხვარის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტური ფილმის პრემიერა გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, ფილმის სცენარის ავტორმა ნინო ხოფერიამ და არზაყან ემუხვარის შთამომავალმა ნატო მარშანიამ. როგორც გამომსვლელებმა აღნიშნეს, აუცილებელია თაობებმა იცოდნენ იმ გმირთა შესახებ, რომლებიც ქვეყნისა და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ისტორიას ქმნიდნენ. დოკუმენტური ფილმი ნათელსფენს ქართულ-აფხაზურ ნათესაურ კავშირებსა და მწვავე კონფლიქტების ისტორიულ პერიპეტიებს. ამავდროულად მოგვითხრობს ცხოვრების იმ უმძიმეს ქარტეხილებზე, რაც არზაყან ემუხვარმა სამშობლოს დატოვების შემდეგ ემიგრაციაში ყოფნის დროს გამოიარა. ფილმი საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნებასთან არსებულმა სტუდია ავტოგრაფმა მოამზადა. სცენარის ავტორია ნინო ხოფერია, რეჟისორი ზვიად მიქელაძე, იდეის ავტორი კი არზაყან ემუხვარის შთამომავალი ნატო მარშანია გახლავთ. ფილმის იდეა მოგვაწოდა აფხაზეთის მთავრობამ და ჩვენ ძალიან მადლობლები ვართ, რომ ასეთ მნიშვნელოვან მასალასთან მოგვიხდა შეხება. შევისწავლეთ უამრავი დოკუმენტი ეს პარიზში, სტამბოლში, პრაღაში, საქართველოს ფონდსაცავებში არსებული ისტორია დოკუმენტებში ძალიან ბევრ რამეს გვეუბნება. გვეუბნება უპირველესად იმას, ვინ იყო ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ვინ იყო არზაყან დიმიტრი ემხვარი. აი ეს აფხაზი არზაყან ემხვარი იყო ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მესაძიუკლე და ფუძემდებელი. მე მომართეს როგორც ექსპერტს, იმიტომ რომ მოგეხსენება თქვენ რომ მე საფრანგეთში ვარ და ისტორიკოსი ვარ და ვმუშაობ ამ პერიოდზე, საქართველოს მე-20 საუკუნის პერიოდზე და მე შევეცადი ამ შემთხვევაში გავცნობოდი არზაყან ემხვარის მოღვაწეობას უფრო დაწვრილებით და უნდა გითხრათ რომ ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. მე შევისწავლე თანამედროვე დოკუმენტები და დავწუნდი რომ აფხაზეთის ისტორიის ერთ-ერთი საინტერესო და ერთ-ერთი მთავარი პიროვნება სწორედ არზაყან ემხვარი იყო. შემოქმედებითი ჯგუფის მიერ მოძიებული და გადაღებული იქნა უნიკალური დოკუმენტები, ვიდეო მასალა. ჩაწერილია საუბრები საქართველოში, თურქეთში, ჩეხეთსა და საფრანგეთში. ფილმი ქალაქ თბილისის მერიისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით მომზადდა. პრემიერას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საზოგადო მოღვაწეები და არზაყან ემუხვარის შთამომავლები ესწრებოდნენ. ეს გახლავთ პირველი თავმჯდომარე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ყველაფერი ის რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს არის მოგზალებული წვლილი ამ სახელის უგდავსაყოფად. წლების მანძილზე მუშაობთ არზაყან ემხვარის პროექტებზე და მე მინდა მადლობა გადავხატა ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობდა ამ პროექტების განხორციელებაში და კიდევ ერთხელ ამ მნიშვნელოვანი რომ ამ დარბაზში მოხდა ფილმის პრემიერა ადასტურებს, რომ არზაყან ემხვარი არა მარტო დიდი აფხაზი იყო, არამედ დიდი ქართული